დღეს გესაუბრებით გამარჯობათ ქართველთა ეთნარქის პირველი ქართული სახელმწიფოს დამაარსებლის ქართლოსის ეპოქის ქართველების საკვებზე. ჩვენ აღვადგინეთ მათი ეგრეთ წოდებული მენიუ და თქვენ შეძლებთ იმ კერძების მომზადებას, რომლებსაც მიირთმევდნენ ქართლოსი და მისი მოდგმა ადრეულ ეტაპს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ან ნებისმიერ სხვა დღეებში, რომელთა აღნიშვნა თქვენთვის სასურველია, ანდა სულაც თქვენ თვითონ დააწესეთ წელიწადში ერთი დღე პირველი ქართველის ხსოვნისადმი მიძღვნილი, შეგიძლიათ შეხვდეთ იმ კერძებით, რომლებსაც მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები 48 საუკუნის წინ და ამით ერთგვარად პატივი მიაგოთ ჩვენ დიდ წინაპრებს, ქართლოსა და მის 6 ძმას, ქართველური ეთნოსის და პირველი ქართული სახელმწიფოს დამაარსებლებს. მით უმეტეს, რომ ისინი აღიარებდნენ დამბადებელ, ანუ მამა ღმერთს. შეგახსენებთ, რომ ქართლოსმა და მისმა ძმებმა ქართველური ეთნოსისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაუყარეს დასაბამითგან სოფლისა ქართული ქრონიკონით მე-6 მოქცევის 221-ში, რაც თანამედროვე კალენდრით არის ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელი. ამაზე გვაქვს ვიდეო და შეგიძლიათ უყუროთ. თარგამოსი მამა ქართლოსისა დარჩა არარატ მასისის თიანეთში ჰაოსთან ერთად, ხოლო დანარჩენი 7 ძმა ქართლოსის თავკაცობით შემოვიდა დიდი და მცირე იორის ხეობაში. დიდი იორი იცით არის ალაზანი და განსახლდნენ, ხოლო შემდგომ აითვისეს მთელი კავკასია. შეგახსენებთ, რომ ჰაოსმა სათავე დაუდო ქართველური ეთნოსის ხათების კულტურას და არა ხათების და იგი არ წარმოადგენდა არმენთა ეთნარქს. ამის შესახებაც გვაქვს ვიდეო და შეგიძლიათ უყუროთ. ქართლოსისა და მისი ძმების კავკასიის რეგიონში განსახლების თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებს ადასტურებს მტკვარ არაქსისა და თრიალეთის კულტურების არქეოლოგიური არტეფაქტები და ისტორიული წყაროები. ამასთან ჩვენი კვლევების მიხედვით მტკვარ არაქსის კულტურა წარმოადგენდა ქამით და განსახლების არეალს, რომელიც ჩაანაცვლა თრიალეთის, ანუ თარგამოსიანთა კულტურამ, რაც ქრონოლოგიურად სრულიად თავსებადია ამ ორ კულტურათა ურთიერთ გადაფარის შემთხვევაში. ქამიტური მტკვარ არაქსის კულტურა წარმოიშვა წარღვნის შემდგომ პერიოდში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში და იარსება ასევე დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულის შუახანებამდე, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 2500 წლამდე. ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნეში, ანუ ქართლოსის შემოსვლის პერიოდში, ამ კულტურის გადაფარვა დაიწყო ქართლოსიანთა კულტურამ და უკვე რამოდენიმე საუკუნეში სრულიად ჩაანაცვლა მათმა ახალმა კულტურამ თრიალეთისა, რაც ასევე დასტურდება არქეოლოგიური არტეფაქტებით და ისტორიული ქრონოლოგიით. ამაზეც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. გაიგებთ, როგორ აყალბებდნენ ქართველი ისტორიკოსები საქართველოს ისტორიას. ქამიტა განდებდა მტკვარ არაქსის კულტურის გავრცელების ტერიტორიიდან, რომელიც მოიცავდა დაახლოებით არარატ მასისის მთიანეთს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს, თანამედროვე აზერბაიჯანსაც და ასე შემდეგ და მათი ჩანაცვლება თარგამოსიანთა მხრიდან აღწერილი აქვს თავის წიგნში ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არ სრულიად საქართველოსა ქმნილი, საქართველოს მე-13 მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან. გამოცემულია 1858 წელს სანქტ-პეტერბურგში. ციტატა: "მოდეს აღაშენა ნებროტმა გოდოლი ბაბილონისაგან, განყო ვენაი ყოვლისა ქვეყნისასაც, წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა, მრავალთა ნათესავით ურთ მათთა,ერითა დიდითა დაემკვიდრა არარატისა და მასისთათა შინა, მაგართა და შეუვალთა და ვინაიდან გამრავლდეს უფროს და უმეტეს, ნათესავნი და ერნი თარგამოსისანი, საჭირო იყო გარდასახლებად მათ და სიიწროისა ძლით უნითგან უშორეს. ამისთვის მისსა ძესა თვისა ქართლოს თარგამოს მამამან მათმან სხვანი ძენი თვისი, ძმანი ქართლოსისანი უფლებასა და თავრობასა ქვეშ,
მისსა და გარდასახმა ყოველთა დედაწულებით და ერთურთ მათით ადგილთა სრულიად ივერიისა და კასპიის ზღვით ვიდრე პონტომდე. ჩხილებში უჭერია შავ ზღვამდე. ყოველთა მათ ცელთა ადგილთა და დიდთა მათ მთათაშინა კავკასიისათა. იმერ და ამერ სიმაგრეთა შინა ველთა და საყოფელთა. გვერდი 28. მოგეხსენებათ, რომ ნებროთი მერე ბრძოლაში მოკლა ჰაოსმა ძმების დახმარებით. შემდეგ ახლა კი გავიხსენოთ, როგორ აღწერს თეიმურაზ ბატონიშვილი მათ შემოსვლას იორის ხეობაში, ანუ ქართლოსიანთას. ერი მათი გარემო შორს და ახლოს დგეს ველთა და მდინარეთა გაღმით და გამოღმით, მდინარეთა დიდისა და მცირისა, ივერა მდინარეთა და მტკვარისა. ხოლო არა მცირედი ჟამი დაშთეს ნუნდა გამორევლებულნი შემდგომანო რავალთა მროწლეთა და საცხოვართა გარდასახლნა ქართლოსმან თითოეული ძმანი და ძენი მისი თვისი თითოეულთა მათ ადგილთა რომელნიცა ზემორე მოიხსენიეთ. გვერდი 40-51. რატომ შემოვიდნენ ახლა ქართლოსიანები იორის ხეობაში? ამაზეც რა განმარტება. ხოლო მიზეზი პირველად დამკვიდრების ადგილსა მას იყო ესე: ვინაიდან ნადირნი და ფრინველი ურიცხვი იპოვებოდეს ადგილთა მათ და ხილილსა და მწვანილნი ველისა შეეწეოდა სარდლოსა მათსა და ესე ars მტკიცე. დამამტკიცებელი ბუნებითისა საჭიროებისათვის მით რამე თუ უკეთო ერი იგი პირველ მოსვლისა თვისისა ჟამსა არა მოიძიებდეს ეგრეცა ადგილსა, რომელ საზლო თავისა მეერეწად, ანუ მოეყვანა და ყოვლისა სახმარების მოპოვებისა თბილთა შინა ადგილთა ცხოვრებად. ვინაიდან ადგილთა მათ ზამთარვიცა შეიძლების ცხოვრებად უსახლოდ სერედცა ხოხითა ჩალათათა. თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 41. მაშასადამე გამომდინარე მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურათა არქეოლოგიური არტეფაქტებიდან, ასევე ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით, ჩვენ აღვადგინეთ ქართლოსიანთა განსახლების არეალში, რომელიც მოიცავდა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიის ნაწილს, წარმოდგენილი ფლორისა და ფაუნის იმ ეპოქის საკვებად ვარგისი სახეობების ნუსხა, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური სიზუსტით დადგენილი და განიმარტება ამ ტერმინით. სავარაუდო ოღონდ ძირითადი საკვების შესახებ მონაცემები ზუსტია და დაფუძნებულია მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურების არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებს, რაც მოიცავს ღვინოს, ქერის, ყურს, ყველს, თევზეულს, ხალეულს და ასე შემდეგ. ჩამოგითვლით შემდეგ. მაშასადამე დავიწყოთ მენიუ. ღვინო, ქერის ან ხორბლის, ველური ზამბახის ხორბალი, პური. ყველი, თევზეული, მურწა, ციმორი იგივე, ლოქო ან წვერა. ცხვარი, ბატკანი, თხა, თიკანი, ნებისმიერი ვარიანტის შემწვარი და მოხარშული. ღორის ხორცი, მოხარშული ან ტახის მწვადი. გოჭი შემწვარი შეიძლება. საქონლის ბეჭი, ვთქვათ, მოხარშული. ხოხობი, წყერი, ხილი, ხილში თხილი, ყურძენი, კენკროვანები და შესაძლოა იყო ველური მსხალი. თაფლი, ხალი, ხალეული, ადრე მიირთმევენ ბაბუაწვერას ახალგაზრდა ფოთლებს, ჯინწარს და ასე შემდეგ. შენიშვნა, ჩვენ სპეციალურად არ შევიტანეთ ამ მენიუში ის გარეული ნადირ ფრინველი და თევზეული, რომლებზეც ნადირობა და თევზაობა აკრძალულია. ვეცადეთ მენიუში ისეთი საკვები შეგვეტანა, რომელთა მოპოვება თანამედროვე დროს არ არის რთული და გაყიდვაშია ეგრეთ წოდებულ მარკეტებში. ჩვენ შეგიძლიათ საკუთარი შეხედულების მიხედვით ჩვენს მიერ წარმოდგენილ მენიუს რაღაც დაუმატოთ იმ ეპოქის ანდაც ამოაკლოთ და თქვენთვის სასურველი მენიუ შექმნათ. ჩვენ ვცადეთ აქ წარმოგვედგინა ის ძირითადი საკვები პროდუქტები, რომლებიც გარანტირებულად წარმოადგენდა იმ ეპოქას, ანუ
42-მე საუკუნესთან დადგენილია სხვადასხვა ისტორიული წყაროების ანდაც არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით. ისევ განმეორდებით, ქართლოსიანთა მენიუს შესაბამისად სადღესასწაულო სუფრის მომზადება შეგიძლიათ თქვენს მიერ დაწესებული ნებისმიერი დღისთვის. ჩვენ ასე დღედ აღებული გვაქვს 26 მაისი და დიდი მოწითებით ვსვამთ ქართლოსის სადღეგრძელოს წინაპრებთან ერთად. სულ ეს არის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და მოგწერეთ კომენტარები. ჩვენ გვაქვს მრავალი მასალა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის შესახებ, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ან გამოქვეყნებულია გაყალბებული ფორმით. მადლობა.